ანაგლეში დასრულდა 2016 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რომელშიც წელს საქართველოს ყველა რეგიონის 1200 სკოლის 6000-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირის დასკვნით დღეს გამარჯვებული გამოვლინდა საფეხბურთო ტურნირში. მატჩის დასრულებისთანავე კი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, მომავალ წელს ოლიმპიადა უფრო წარმომადგენლობითი და ფართო მასშტაბიანი იქნება. გადაწყდა, რომ გამარჯვებული სკოლის გუნდები პირველად მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას. ოლიმპიადა გრძელდებოდა 2015 წლის ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე. ყავს 7-8 სახეობაში გამარჯვებული. მათ შორის ერთი არის სასკოლო სპორტული შემეცნებითი ოლიმპიადა. ყავს ოქროს მედალოსნები, ყავს საუკეთესო დელეგაცია, რომელმაც ყველაზე უფრო მეტი ოქროს მედალი დააგროვა. მე მინდა ეს იყო ძალიან ლამაზი სპორტული შეჯიბრი მეგა პროექტი, 1200 სკოლა იყო ამ პროგრამაში ჩართული. ძალიან გახარებული ვარ, ძალიან კარგი ტურნირი იყო. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, მონაწილეებს და საერთოდ ყველას, ვინც იყო რაღაც პატარა ნაწილით მაინც ჩართული ამ ტურნირში. ამერიკელმა ექსტრემალმა რეკორდული ნახტომი განახორციელა. ლუკა აიკინსი 7600 მეტრის სიმაღლიდან პარაშუტის გარეშე გადმოხდა და გადარჩა.